ახლა კი პოსტსკრიპტუმში ადამიანი, რომელიც ბოლო დროს მოულოდნელი სახით წარსდგა ჩვენი საზოგადოების წინაშე. გიორგი კარბელაშვილი ეკონომიკასა და საჰაერო ნავიგაციასთან იყო ასოცირებული, თუმცა მეზღვაურების დახსნისა თუ გადარჩენის სხვა ოპერაციებში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ამის გამო თეადეიშვილი პოსტსკრიპტუმისათვის შეეცადა უფრო ახლოს გასცნობოდა ამ ადამიანს. დღეს თქვენ აფრიკაში გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალას ნახავს, რომელიც ქართველი მაყურებლისათვის ჯერ არავის უჩვენებია. რა ხალხი? მეზღვაურები ხუმრობით გიორგი გადამრჩენელს ეძახიან. სომალისა და აფხაზეთში ტყვეობიდან დახსნილები სანაპიროზე ხვდებიან ადამიანს, რომლის გარეშე შინ დაბრუნება ნამდვილად გაუჭირდებოდათ. ხალხი რო არ ყოფილიყვნენ ჩართული ამ საქმეში, შეიძლება ჩვენი შვილები კიდევ იქნებოდნენ ამჟამად. ქართველი მაყურებელი ამ კადრებს პირველად ხედავს. მრავალთვიანი და მრავალჯერ ჩიხში შესული მოლაპარაკებების შემდეგ კარბელაშვილი კენიის სანაპიროზე ქართველი მეზღვაურების გადმოცემას ელის. რო იტყვი რომ უნდა გავაკეთო, იქ უკვე აღარ არსებობს კედელი, კედელში გავედით რა. არ არსებობს არა არც ერთი კაპიკი. ფსიქოლოგიურად ის რა იყო თქვენთვის? გამარჯვება, ძალიან მაგარი გამარჯვება იყო რა. მე რო შემიძლია რაღაცა გავაკეთო. იმიტომ რომ აქ იყო ერთი მთავარი. წარმოიდგინე რომელიმეს რამე მოსლოდა. Stambuli, biçaket, polze. მე მასპუზი ვარ, თელი ქვეყნის წინაშე არ ვიღები, ერთის წინაშე ვიყავ მასპუზი. ასეთ დეტალებზე და საკუთარ თავზე საუბარს გაურბის. კითხვაზე როგორ დაარწმუნა სომალელები ხუმრობს, რომ პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტია და ადამიანურ ურთიერთობებს მტერთანაც ახერხებს. წარმოიდგინე რომ აფრიკაში ხარ დიდი ესეთ ჯოხებით, ესე მართლა ეს გენერლებმა და ჩაგვიყვანეს მე მამუკა და ის ბიჭები 60 გრადუსი იყო ალბათ სიცხე რა და ეს 2 საათის განმავლობაში მკითხავდნენ რისი მეშინია იცი რომ სიმართლე ვთქვათ იმიტომ რომ სხვა არის იქ იმდენი გაჭირვებული იმას არ შეუშალოთ ხელი აი ამას დარწმუნებულია როცა ამ ისტორიებს დაწერს და გამოაქვეყნებს ბესტსელერის ავტორი გახდება მაგრამ რასაც ახლა ვერ მალავს ეს აფრიკელი მეგობრების საჩუქრებია რომლებმაც გიორგი კარბელაშვილის გარდერობი განაახლეს ეთქვა შევეცოდე მართლა გალსტუკი ჩავედი რაღაც იმედი ესენი ეს რაღაც სულ აფრიკულია ყველაფერი. მაინტერესებს იქ რა მოდა. მოდა ეს არის ძალიან ისეთ ხო აფრიკული შარვლები. სხვადასხვა ფერებში. სხვადასხვა ფერები და ახლები, ეს არ გეგონოს ნახვარი იყოს, მარტო ესე პატრის ხსენზე. ეს არის საბურავი, დაჭრილი საბურავისგან გაკეთებული. შევთქმულია, ჰენდმეიდ. რა საკვირველია. ჩვენ სხვას არ ვიცით. ეს აფრიკული კოლექცია ჯერ აივანზე გააგდეს, შემდეგ კი მკაცრი დეზინფექცია ჩაუტარეს. კენიიდან საშიში ვირუსით, დანგას ციებ-ცხელებით დაბრუნებულ კარბელაშვილს სპეციალური აცრის გარეშე მოპოვებული აფრიკული გამარჯვება კინაღამ სიცოცხლის ფასი დაუჯდა. აცრა არ გქონდა. არა, აცრა ეხლა რო გეტყვიან, მოდი წამოდით ეხლა იმუშავეთ ისქენით რა, მაგაზე აღარ ფიქრო. წარმოიდგინე შენ გაბოდ ვიღაცა უნდა გადაარჩინო. ჩემი მისია იყო რომ ესენი უნდა ჩამომეყარა. ამით დამთავრდა ყველაფერი. კარბელაშვილის ახალი მისია თბილისიდან ქუთაისში, ვაკიდან კოპიტნარში ნებაყოფლობითი ემიგრაცია. გამარჯობა ბიჭები. აი ეს არის ჩვენი წარსული რა. მომავალს განახლებთ ამ წლის ბოლოს ესე თქვა. აქ იყო, ნუ ქაოსი აქ ვერ გაივლიდეს. ფინავზე კი ადამიანი ვერ გაივლიდეს აქ. გამარჯობათ. ეს ტობე ხარ? ბლექსი. ბლექსი. ტობე და ბლექსი რას ნიშნავს? კომპანიები არიან, ქართული კომპანიები და სულ ამაყობ ხოლმე, სულ ეუბნება, აბა საიდან ხარ, სადაურები ხარ. იმდენად მოძლიერდით ყველა მიმართულებით ქვეყანა, რომ ვიტყოდი, რომ ქუთაისის აეროპორტს მთელი საქართველო აშენებ. გურახ არ გაცილე რა თქმა უნდა. სვანები სად არის? დასაწყისში არის იქიდან ისინი იქიდან მოხდა. მშენებლობა, რომელშიც მთელი საქართველო მონაწილეობს, ქუთაისთან ახლოს კოპიტნარის აეროპორტია. დაწვრილებით გვიხსნის ყველა ტექნიკურ დეტალს, სანავიგაციო სისტემას, რომელსაც ბრიტანელები ამონტაჟებენ და რომელიც სატრანზიტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი წერტილი იქნება. უნებრივი ადგილმდებარეობა აქ იდეალური, არ არსებობს აქ მაგალითად ღრუბელი, არ არსებობს ის რომ პრობლემა შეექმნას თითქმის ნებისმიერ. პირიქით ქარი კარგია. არის ის წერტილი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და გამოყენებული იქნება გარწმუნება სატრანზიტო
ერეფანში ჩაჯდეს ეს აეროპორტი. თბილისში თუ ცუდი ამინდია, იმ შემთხვევაში მიფრინავს ამ ბაქოში ან ერევანში. ეს იქნება იდეალური სარეზერვო აეროპორტი, არა მარტო თბილისისთვის, ნებისმიერი რეგიონში აეროპორტი. უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული მწვანე აეროპორტი უნიკალურია თავისი ტექნოლოგიებით, გათბობისა და კონდიცირების ეკოსისტემით და ბალახის სახურავით. კარბელაშვილი ამბობს, რომ მშენებლობის ტემპების დასაჩქარებლად მაისიდან საცხოვრებლად ქუთაისში გადაბარგდება. ეს არის ძალიან თანამედროვე აეროპორტი. ყველა იმ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომლის ჩამოტანაც და ათვისება შესაძლებელია საქართველოში. ჩვენ ფუნქციას მივცემთ ირგვლივ მყოფ მდინარეებს. წყალი მიწიდან მაღლა აიქაჩება და მისი საშუალებით მოხდება აეროპორტის ტერმინალის გათბობა და გაგრილება. სანავიგაციო კოშკი კი დატვირთვის მიხედვით შეიცვლის სფერებს და ჩვენ განათებით შეგვიძლია მივხვდეთ, რამდენად აქტიურად იმუშავებს აეროპორტი. აქეთ შენდება ჩემი ბიჭი. აგრესიული ფორმის სანავიგაციო კოშკი 2012 წლის ბოლოს უკვე დაუკავშირდება თავის ბათუმელ კოლეგას, რომელიც გიორგი კარბელაშვილს განსაკუთრებით უყვარს და ახლა მის მორთვაზე მუშაობს. ეს არის ჩემი გოგო, ხო. კაბა ჩავარს. ეხლა უნდა მოვრთოთ. როგორც თავად ამბობს, აქედან იწყება სტუმრისთვის საქართველო. ამიტომ აეროპორტებზე და სანავიგაციო კოშკებზე განსაკუთრებით ზრუნავს. დასავლეთ საქართველოში ფრენის დროს თვალი აფხაზეთისკენ ეპარება, მაგრამ მისი თვითმფრინავი ჯერ მხოლოდ მესტიის აეროპორტში ჯდება. როგორ ახარ? სვანეთისთვის, სვანები აქ არია და იტყვია რა, წარმოუდგენელი. ჩემთვისაც ბევრი ვარ, ჩავჯექით, მაგრამ იმუშავეთ. მთელი მთავრობა იყო მართლა ჩართული და მიშა ითხოვდა, პრეზიდენტი ითხოვდა რა, ყველაზე მაგარი, როგორც იცის. ამიტომაც ყველაზე მაგარი ასაფრენის ზოლია. აი რა გვინდოდა ვიღაცები ამბობენ. რასაჭირო იყო ის ხო ეკონომია გაგოკეთებინა. ვერ ხვდებია რომ ეს დღეს დაფრინავს, ხვალ დიდი იფრენს. ძალიან რთული იყო მორგება არქიტექტურულად. თავისთავად ეხლა მესტიაში რაღაცა აშენო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იგივე ისტორიის წინაშე, იგივე ხალხის წინაშე და მომავალი თაობის წინაშე. პირველი არის რა, რაღაც კარიბჭეა სვანეთის, ეს ულამაზესი რაღაც თავის ფორმებით. ოშკურა ესე თქვა, პატარა აეროპორტი. ყველა თანამშრომელმა იცის ინგლისური წარმოიდგინე. და ბევრი თბილისიდანაც დაბრუნდა. ყველა აქაურია, მთავარი ეს არის და უყვართ თავის სამსახური. გუფტარი გააქვთ გოგონა? რატო? ვერ გააკეთებ აქ ადგილს. გავაკეთოთ რა, მე ვთხოვე 10,000-ზე. შენც იგივე გაგხელბას თუ როგორ არის? 4 კაც აქ 1600 დათო. ხო, 1600. რაღაც ცოტა დაბალი ხელფასია. შენ რამდენი გა? 2000. დაბალი ხანია ძალიან. ეს ვამახობ რა, რომ იძახენ ამ ხელფასი დღეს 1600, 2000 ლარი რო ხელფასი კარგი დაზღვევით. ეს თაობა რომ მოდის, მაგარი თაობა რომ მოდის. ეს არის ჩვენი მომავალი, ხო? ბარავა პატარა, ვაკელი ვარ, ვაკე იყო, მესტია, ჩვენ რასაც რა პერიოდში მოძრაობდი და იყო აფხაზეთი. მესტიაში ერთი მთავარი მიზეზის გამო ჩამოვედით. გიორგი კარბელაშვილმა ერთ-ერთ სვანს შვილი უნდა მოუნათლოს. აქ დაბრუნება ყოველთვის უყვარს. სვანური კოშკები მისი ბავშვობის მთავარი შთაბეჭდილებაა. სწორედ ამიტომ მესტიის რეაბილიტაციის პროცესის პირველი ეტაპი მისი ინიციატივით სვანური კოშკების განათება იყო. კარბელა ერთი კაცი ვერ გააკეთებს ვერაფერს და ვერც ერთი ადამიანი. ეს არის გუნდი ძლიერი, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი. ეს კოშკები მე-7 და მე-12 საუკუნე. იმის მერე ის რაც დღეს კეთდება, არ გაკეთებულა თქო, რამდენმა საუკუნემ გაიარდა ეს მე კი არ ვიძახ. სვანეთის მოსახლეობა. ხევარი სამისტასი. სახელითა მამისა, ამი, დაწისა. მოჯახთან დავახლოვდი მე სადღაც 1 წელია. მისი მამა ჩვენთან მუშაობს. ეს არის ვაჟკაცი კაცი, ვაჟკაცი ოჯახი. როდესაც ოჯახი გეტყვის რომ შვილი მომინათლო, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა ჩემის მხრიდან. სვანეთის უძველეს ტაძარში გიორგი კარბელაშვილი იხსენებს. ერთი ოჯახიდან 5 სასულიერო პირი წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა. გიორგი ამბობს, რომ სწორედ მათი მადლი აძლიერებს და რაც არ უნდა გააკეთოს, კარბელაშვილების ოჯახის მთავარი ისტორია სწორედ ისინი არიან, მისი წინაპრები. ქართული საგალობლების შემქმნელ გადამრჩენელი და ტირიფონას ველზე ჩეკისტების მიერ დახვრეტილი კარბელაშვილები. აი აქ ყველა ძმა არის და ერთი მამა. მამა